რა სიტყოდით თუ გეტყოდით, რომ მაშესეჩო სამხედრო წარმატებების დიდი ნაწილი ირანის დამსახურებაა? ირანი ის მიზეზია, რის გამოც 70 ფუნტიანი ძაღლი ჩააცვეს კევლარის ჟილეტში. დაახურეს ღამის ხედვის სათვალე და ვერტმფრენით გადაიყვანეს პაკისტანში, რათა ოსამა ბინ ლადენის მოკლაში დახმარებოდა. ირანი ის მიზეზია, რის გამოც სადამ ჰუსეინი მიწაშემოთხილი 42-წვერიანი და ოაკლის სათვალეებში ჩაცმული ბიჭების ჯგუფმა ამოიყვანა. ირანი ასევე ის მიზეზია, რის გამოც დედამიწაზე ყველა მაღალი პრიორიტეტის სამიზნე ბოლო 2000 წლეულია ერთ თვალს ღია სტოვებს ძილისას და ერთი ფეხი ყოველთვის უახლოესი გასასვლელისკენ აქვს მიმართული. ირანი საბოლოოდ ის მიზეზია, რის გამოც შეერთებული შტატები ახლა მართავს ყველაზე მომაკვდინებელ სპეციალური ოპერაციების სარდლობას ადამიანის ისტორიაში. და ეს ყველაფერი დაიწყო იმიტომ, რომ 8 ამერიკელი 1980 წელს ქრიშის ქარიშხალში დაიღუპა. ეს არის ოპერაცია არწივის ბრჭყალის ისტორია. მისიის, რომელიც იმდენად კატასტროფულად, საჯაროდ და სამარცხვინოდ ჩავარდა, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა თქვეს, კი, ამას აღარასდროს გავიმეორებთ. და შემდეგ ნულიდან შექმნეს ყველაზე საშიში კარის შემამტვრევი მანქანა, რაც კი ოდეს მეუნახავს მსოფლიოს. კარგი, ეხლა 1979 წელია ირანის შაჰი, რომელიც დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ამერიკის კაცი იყო ახლო აღმოსავლეთში. რელიგიურმა რევოლუციამ დაამხო. ხელმძღვანელობდა კაცი სახელად აიათოლა ხომეინი. ხომეინი საფრანგეთიდან ემიგრაციიდან ბრუნდება, ქვეყანას ხელში იგდებს და მაშინვე იწყებს გამოსვლებს იმის შესახებ, რომ ამერიკა დიდი სატანაა და დასავლური გავლენა დაავადებაა, რომელიც უნდა გაიწმინდოს. კარგი, როგორც გინდათ. ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ მსმენია, მაგრამ შაჰი, რომელიც ამ დროს კიბოთიკუდებას თხოვს, შეუძლია თუ არა ამერიკაში ჩამოვიდეს სამედიცინო მკურნალობისთვის. და ჯიმი კარტერი ცოტა ფიქრობს ამაზე. და მე ამბობს, კი, რა თქმა უნდა, შემოდი. ჩვენ ვართ აშეთესში. ჩვენ ვეხმარებით მოკავშირეს, როცა შეგვიძლია. მაგრამ ამ ერთმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა, რადგან ირანელი რევოლუციონერები ამაზე სრულიად გაგიჟდნენ. მხოლოდ 13 დღის შემდეგ, 1979 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 3000 ირანელი, ასე ვთქვათ, სტუდენტი შეიჭრა თეირანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ისინი გადაძვრნენ კედლებზე და ამარცხეს კარიბჭესთან მყოფი საზღვაო ქვეითები, რომლებმაც ბრძანების თანახმად ცეცხლი არ გახსნეს. ხედავთ, საელჩოს მსვლელებს აკრძალული აქვთ სასიკვდილო ძალის გამოყენება, თუ სიცოცხლეები უშუალო საფრთხეში არ არის. კონკრეტულად იმისთვის, რომ დიპლომატიური ინციდენტი ომში არ გადაიზარდოს. ირანელები შენობაში მყოფ ყველა ადამიანს აკავებენ: დიპლომატებს, მდივნებს, საზღვაო ქვეითებს, საკომუნიკაციო პერსონალს და 66 ამერიკელ მოქალაქეს მძელვად იღებენ. საწყისი გეგმა, როგორც მოგვიანებით თავად სტუდენტებმა აღიარეს, სიმბოლური აქცია იყო. 48 საათი, შეიძლება 72-იც, მრმეტიც, მათი გაცხადებული მოთხოვნა კი მარტივი იყო. შეერთებულმა შტატებმა შაჰი ირანს უნდა გადასცეს, რომ ირანელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდეს და სტუდენტები გმირებად გამოვიდოდნენ. ეს იყო ყველაფერი. მაგრამ 24 საათში ორი რამ მოხდა, რამაც პიარის აქცია 454 დღიან საერთაშორისო კრიზისად აქცია. პირველ რიგში აიათოლა ხომეინიმ ირანის სახელმწიფო რადიოში გამოვიდა და საჯაროდ დაუჭირა მხარი საელჩოს დაკავებას. მან ამას მეორე რევოლუცია უწოდა და საელჩე ჯაშუშების ბუნა გადმონათლა. მეორეც, როდესაც შაჰის დაბრუნების მოთხოვნა წამოიჭრა, კარტერმა უარი თქვა. შაჰი სიკვდილის პირას მყოფი კაცი იყო, რომელიც ნიუ-იორკის საავადმყოფოში კიბოს მკურნალობას გადიოდა და მისი გადაცემა რევოლუციურ ტრიბუნალზე სიკვდილის განაჩენი და 30 წლიანი მოკავშირის ღალატი იქნებოდა. ამიტომ კარტერმა უარი თქვა. სტუდენტებმა, რომლებიც ახლა ხომეინის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, თავიანთი მოთხოვნები გაამკაცრეს და მოითხოვეს შაჰის ქონების დაბრუნება, შეერთებული შტატების ბოდიში მონარქიის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და დაპირება, რომ ირანის საქმეებში არ ჩაერევიან. კარტერმა ომის გარდა ყველაფერი სცადა. მან გაყინა ირანის აქტივები, გააძევა ირანელი დიპლომატები შეერთებული შტატებიდან, სრულად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები და აკრძალა ირანული ნავთობის იმპორტი. მაგრამ არც ერთი ეს ნაბიჯი არ გაამართლა ისე, როგორც მას ჰქონდა იმედი. ამიტომ ამერიკამ დიპლომატიას მიმართა. გაეროს კომისია შესთავაზეს, რომ ირანის პრეტენზიები გლობალურ ასპარეზზე გაეცნოთ, მაგრამ ირანმა ეს წინადადება უარყო. ამერიკამ ალჟირის მეშვეობით მესამე მხარის მედიაცია შესთავაზა. ირანმა უარი თქვა. ვატიკანმაც სცადა, მაგრამ ირანმა ესეც უარყო. ყველა ფარული არღი დაინგრა, რადგან ირანი ერთ მოთხოვნაზე ართმობდა პოზიციას, შაჰის გადაცემაზე, ხოლო ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა, რომელსაც ამერიკა ვერ აკმაყოფილებდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ირანელებმა გაათავისუფლეს მძეველთაგან 13 ადამიანი, მათგან ყველა ან ქალი იყო, ან აფრო-ამერიკელი. ხომეინიმ პირადად გასცა განთავისუფლების ბრძანება, ხოლო სახელმწიფო რადიოში მის მიერ მოყვანილი არგუმენტი სუფთა პროპაგანდისტული სპექტაკლი იყო. ქალებს, როგორც მან განაცხადა, განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ისლამში და ტყვეობაში ვერ იქნებოდნენ. აფრო-ამერიკელები, როგორც მან განაცხადა, თავად იყვნენ ამერიკული ჩაგვრის მსხვერპლი და შესაბამისად, რევოლუციის მტრები არ იყვნენ. დაუფიქსირებელი მიზანი იყო რასობრივი და გენდერული განხეთქილების შეტანა ამერიკულ საზოგადოებრივ აზრში, შავკანიანი თემებისა და ქალთა ჯგუფების სიმპათიის მოპოვება ქვეყნის შიგნით და კრიზისის წარმოჩენა როგორც ირანელ ხალხსა და თეთრ ამერიკულ ძალაუფლებას შორის ბრძოლა. მაგრამ ეს არავინ მოათხოვა. თავისუფლებაზე გამოსული მძევლები სახლში დაბრუნდნენ და მაშინვე ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მათ ზუსტად ისე ექცეოდნენ, როგორც ხვებს, თვალელება ხვეული, მუქარით და იზოლაციაში ყოფნით. საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ტრიუკი რამდენიმე დღეში ჩაიშალა. მაგრამ 53 ამერიკელი ისევ იქ იყო, თვალება ხვეული, ნაცემი, კამერების წინ ხელებს შეკრული და ყელზე ჩამოკიდებული აბრებით. მათ ყალბი სიკვდილით დასჯა ჩაუტარეს. დამთხოვებლები კედელთან აყენებდნენ, შაშხანებს ჩახმახებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს იყო დასასრული.
შემდეგ კი იცინოდნენ და ისევ საკნებში აბრუნებდნენ. და მთელი პლანეტა უყურებდა ამას. ყოველ ღამე, ყველა ქვეყნის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ხედავდით კადრებს, სადაც ამერიკელებს ანცირებდნენ და შეერთებული შტატების მთავრობა არაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. ABC-მ პირდაპირ შექმნა ყოველდღიური გადაცემა სახელად ამერიკამ ძევლად, რომელიც ყოველ საღამოს გადიოდა ეთერში და დღეებს ითვლიდა. დღე 50 დღე, 100 დღე, 200. ეს გადაცემა საბოლოოდ გადაიქცა Nightline-ად, რომელიც შემდეგი 25 წლის განმავლობაში გადიოდა ეთერში. აი, რამდენად დიდი იყო ეს ამბავი. ამ დროს კარტერი პოლიტიკურად გვდება. ქვეყანა გაბრაზებულია. ყვითელი ლენტები ჩნდება ხეებზე ყველა ამერიკულ ქალაქში და დაახლოებით 5 თვის წარუმატებელი დიპლომატიის შემდეგ პრეზიდენტი საბოლოოდ შედის ოთახში თავის უმაღლეს სამხედრო მრჩევლობჩევლებთან და ძირითადად ამბობს: "კარგი, წავიდეთ და დავაბრუნოთ ისინი." მაგრამ არის ერთი პატარა პრობლემა. ამერიკას 1980 წელს არ ჰქონდა წარმოდგენა როგორ გაეკეთებინა ეს. ეხლა სანამ უშუალო ოპერაციაზე გადავიდოდეთ, ჯერ მინდა გაიგოთ რა მდგომარეობაში იყო შეერთებული შტატების სამხედრო ძალები 1980 წელს. რადგან თუ თქვენ თანამედროვე საომარი ფილმებზე გაიზარდეთ, ეს ნამდვილად გაგაოცებთ. 1980 წელს აშშ-ის სამხედრო ძალები 4 დამოუკიდებელ შტოდ იყოფოდა. არმია, საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები და საზღვაო კრეითები. და ისინი ყველა ისე იქცეოდნენ, როგორც მეტოქეები, რომლებიც პენტაგონის ერთსა და იმავე ბიუჯეტზე იბრძოდნენ. ისინი იყენებდნენ სხვადასხვა რადიოებს, რომლებიც ერთმანეთთან ვერ ურთიერთობდნენ, სხვადასხვა დოქტრინებს, სხვადასხვა სარდლობის ჯაჭვს. ისინი ცალ-ცალკე ვარჯიშობდნენ, ცალ-ცალკე გეგმავდნენ. ისინი აქტიურად და ღიად ზულდათ ერთმანეთი. საჰაერო ძალები ფარულად ცდილობდა მოეშორებინა თავისი სპეციალური ოპერაციების თვითფრინავები, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი ბიუჯეტს არ ღირდა. საზღვაო ძალები საზღვაო კრეითებს აღიქვამდნენ, როგორც გადაჭარბებულად დაფასებულ გემის დაცვას. არმიას მიაჩნდა, რომ ყველა დანარჩენი უსარგლო იყო, ხოლო საზღვაო კრეითებს ეგონათ, რომ არმია იყვნენ რბილ ხელება, კაბინეტის ბიუროკრატები, რომლებიც ბნელში საკუთარ ჩექმებსაც ვერ იპოვიდნენ. არ არსებობდა ერთობლივი სპეციალური ოპერაციების სარდლობა. არ არსებობდა სპეციალური ოპერაციების სარდლობა საერთოდ. არ არსებობდა შეთანხმებული დოქტრინა, თუ როგორ უნდა იმუშავათ სამხედრო ძალების 4-ვე შტოს ერთად ერთ მისიაზე. და მაინც, მისია, რომელსაც კარტერმა ახლახან მოაწერა ხელი, მოითხოვდა, რომ 4-ვე მათგანი ერთად, კოორდინირებულად ემუშავა. დამატებით ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ასევე სრულიად ახალი და თითქმის გამოუცდელი დანაყოფი, სახელად Delta Force. სინამდვილეში Delta მხოლოდ 3 წლის წინ დაარსა ვიეტნამის ომის ვეტერანმა, პოლკოვნიკ მონიკმა ჩარლი ბეკვიტმა. ბეკვიტმა 1960-იან წლებში ერთი წელი ბრიტანეთის სპეციალურ საჰაერო სამსახურთან SAS ერთად გაატარა და ამერიკაში დაბრუნდა სრულიად დარწმუნებული, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებს საკუთარი ანალოგი სჭირდებოდა. პატარა სპეციალურად შერჩეული, ქირურგიულად ზუსტი ანტიტერორისტული დანაყოფი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოკლევადაში შეეძლებოდა გადასროლა. მაგრამ პენტაგონი მუდმივად უარს ეუბნებოდა. მთელი 10 წლეულის განმავლობაში უფროსი ოფიცრები ფიქრობდნენ, რომ SAS-ის მოდელი უცხოური ხრიკი იყო, მრიხრიკი იყო და რომ ჩვეულებრივი არმიის რეინჯერები და მწონე ბერეტები ყველაფერს გაუმკლავდებოდნენ, რაც არ უნდა მომხდარიყო. ბეკვიტი ბრძოლას აგრძელებდა. ის მოხსენებებს წერდა. გენერლებს ინფორმაციას აწვდიდა. კონგრესში გამოდიოდა ჩვენებით. და ბოლოს 1977 წლის ნოემბერში მან მიიღო ნებართვა. შეექმნა პირველი სპეციალური ძალების ოპერაციული და დანაყოფი Delta, უფრო ცნობილი როგორც Delta Force. Dulce, ისინი სრულად ფუნქციონირებდნენ დაახლოებით 5 თვე, როცა კარტერი მივიდა. ამ ადამიანებს არასდროს ჩაუტარებიათ რეალური მისია და ახლა მათი პირველი მისია ყველას თვალწინ უნდა ყოფილიყო ყველაზე რთული მძევლების გადარჩენის ოპერაცია თანამედროვე სამხედრო ისტორიაში. მათ უნდა გაეფრინათ სახლიდან 6000 მილი ჩასულიყვნენ ქვეყანაში, სადაც ამერიკას ფაქტობრივად ნულოვანი სადაზვერვო რესურსი ჰქონდა ადგილზე. და როგორღაც გამოეყვანათ 53 ადამიანი ყველაზე დაცული კომპლექსიდან, დედაქალაქში, მტრულად განწყობილი რეჟიმის პირობებში. მაგრამ რატომ არ ყავდა აშშ-ის ადგილზე არც ერთი სადაზვერვო რესურსი? ხოლო იმიტომ, რომ კარტერის ადმინისტრაციის დასაწყისში CIA-ის პრობლემები შეექმნა ცივი ომის სხვადასხვა ინტრიგების გამო. საზოგადოების ნდობა CIA-ის მიმართ ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. და კარტერი, რომელმაც საარჩევნო კამპანია ამერიკული მორალური ავტორიტეტის აღდგენაზე ააგო, ხელისუფლებაში მოვიდა მტკიცე განზრახ მზრახვით, რომ მან 1977 წელს ცენტრალური დაზვერვის დირექტორად ადმირალი სტენსფილდ ტერნერი დანიშნა და ტერნერმა მალევე გაათავისუფლა ან იძულებით გაათავისუფლებინა სააგენტოს ოპერაციების დირექტორატიდან 800-ზე მეტი ოფიცერი. ეს ოფიცრები რეალური ჯაშუშები იყვნენ. ფარული ქსელი, რომლის აშენებასაც 30 წელი დასჭირდა, 18 თვეში დაშალეს. როდესაც საელჩო 1979 წლის ნოემბერში აიღეს, შეერთებულ შტატებს ფაქტობრივად არც ერთი ჯაშუში არ ყავდა ირანში. ამიტომ პენტაგონს სამაშველო ოპერაციის დაგეგმა მოუწია ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ვერ იხედებოდა. ინფორმაციის გარეშე ბეკვიტს და მის გუნდს უნდა გაეთვალისწინებინათ შესაძლებლობად, რომ მძევლები საელჩოს კომპლექსში მდებარე 6 სხვადასხვა შენობიდან ნებისმიერში შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა შენობის გასაწმენდად მეტი ადამიანი სჭირდებოდათ და შესაბამისად მეტი ვერტმფრენი, რომ ეს ხალხი გადაეყვანათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვერტმფრენებისთვის მეტი საწვავი სჭირდებოდათ, რაც თავის მხრივ უფრო მასშტაბურ საწვავის შევსების ლოგისტიკას მოითხოვდა ადგილზე. ყოველი დამატებითი მოთხოვნა სამახალს იწვევდა და ოპერაცია ყოველ ცვლილებასთან ერთად უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ის რაც სუფთა დაჭერის და წაყვანის ოპერაცია დაცია დაიწყო, გადაიქცა ორ ღამეს, მრავალსაფეხურიან, მრავალბაზიან, მრავალთვიმფრენიან მონსტრად.
რომელშიც 130-ზე მეტი ოპერატორი, 8 ვერტმფრენი, 6 CS-32 აეროდრომი, 2 ირანული კონსპირაციული ბინა, ACS-30 საბრძოლო თვითმფრინავები არმიის რეინჯერები, CIA-ის პარამილიტარები და კიდევ თვითმფრინავმზიდი იყო ჩართული. რა შეიძლება არასწორად წასულიყო, არა? როგორც აღმოჩნდა ყველაფერი. ხედავთ, საბოლოო გეგმა იყო, რომ პირველ ღამეს 8 RH-53DC სტალიონი ვერტმფრენი აფრინდებოდა USS ნიმიცის გემბანიდან, რომელიც არაბეთის ზღვაში იდგა და დაბალ სიმაღლეზე 600 მილი იფრენდა ირანში. ისინი დაეშვებოდნენ შორეულ მარილიან ველზე, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 200 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. მარილიან ველს კოდური სახელწოდება ჰქონდა, უდაბნო 1. იქ ისინი შეხდებოდნენ 6 CS-30 სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომლებიც ომანის მასადის კუნძულიდან მოფრინავდნენ და ეზიდათ საწვავი. დელტას ოპერატორები და რეინჯერთა უსაფრთხოების ჯგუფი. ვერტმფრენები შეივსებდნენ საწვავს, CS-30-ებიდან აიყვანდნენ ოპერატორებს და კიდევ 50 მილი გადაიყვანდნენ თებში მდებარე სამალავში, რომელსაც უდაბნო 2 ეწოდებოდა. CS-30-ები გამოეყოფოდნენ და შინ დაბრუნდებოდნენ. უდაბნო 2-ში ყველა დამალავდა ვერტმფრენებს კამუფლაჟის ბადეებით და მთელი დღე დაელოდებოდა. მეორე ღამეს რამდენიმე CIA-ის აგენტი, რომლებიც უკვე თეირანში იყვნენ, სატვირთოებით უდაბნო 2-ში მივიდოდნენ, აიყვანდნენ დელტას ოპერატორებს და პირდაპირ ქალაქში შეიყვანდნენ. შუა ღამეს დელტა დაესმებოდა საელჩოს. ამავე დროს ცალკე ჯგუფი გამორთავდა ელექტროენერგიას მიმდებარე უბანში, რათა ირანელთა რეაგირება შეენელებინა. ACS-30 ტიპის საცეცხლე მხარდაჭერის თვითმფრინავები თეირანის თავზე იფრენდნენ და ცეცხლის მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ. არმიის რეინჯერები დაიკავებდნენ ახლო მდებარე ავიაბაზას სახელად მანზარე, რომელიც ქალაქიდან 50 მილით სამხრეთით მდებარეობს, რათა ევაკუაციის ასაფრენი ბილიკი უზრუნველყონ. ვერტმფრენები აფრინდებოდნენ უდაბნო 2-დან, თეირანში ჩაფრინდებოდნენ და საელჩოს პირდაპირ საფეხბურთო სტადიონზე დაეშვებოდნენ. ისინი სწრაფად აიყვანდნენ ძევლებს და ოპერატორებს, გადაიყვანდნენ მათ დაკავებულ სამხედრო ბაზაზე და ყველას ჩასვამდნენ CS-41 სტარლიფტერებში, რომლებიც ასაფრენ ბილიკზე ელოდნენ, რათა სახლშიც აიყვანათ ისინი. ეს იყო სამაშველო გეგმა. მას არცივის ბუჩკალის ოპერაცია დაარქვეს. და 1980 წლის 16 აპრილს კარტერმა მას მწვანე შუქი მისცა. 8 დღის შემდეგ, როცა მზე ჩადიოდა, 23 აპრილს ამერიკული ძალები რეგიონში პოზიციებზე განლაგდნენ. CS-30-ის თვითმფრინავები ომანის მასადას კუნძულიდან აფრინდნენ. ნიმიცმა სტარტის პოზიცია დაიკავა არაბეთის ზღვაში. დაახლოებით 3:00 საათზე ირანის დროით, 24 აპრილს, 8 RH-53DC სტელიონ ვერტმფრენი ნიმიცის საფრენი გემბნიდან აფრინდა და ჩრდილოეთით ირანისკენ ემართა. მაგრამ თითქმის მაშინვე ერთ-ერთ მათგანს გამაფრთხილებელი ნათურა აინთო დამსგდარი როტორის პირის გამო, რაც ნიშნავდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მცხოვრიდან გამოსულიყო. ეკიპაჟმა ვერტმფრენი უდაბნოში დასვა, მიატოვა და სხვა ვერტმფრენმა აიყვანა. და ასე მარტივად ისინი 7-მდე შემცირდნენ. მაგრამ შემდეგ ყველაფერი ბევრად გაუარესდა, რადგან დარჩენილი 7 ვერტმფრენი პირდაპირ ჰაბუბში შევიდა. ჰაბუბი არაბული სიტყვა, რომელიც ქალაქის ზომის ქვიშის კედელს ნიშნავს. და ეს მეტაფორა არ არის. ჩვენ ტრის ღრუბელზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ 1000 ფუტის სიმაღლის და 50 მილის სიგანის მოძრავი ცუნამის შესახებ, რომელიც შედგება წვრილი ნაწილაკებისგან და ხვდება თქვენს ძრავებში, ინსტრუმენტებში, რადიოებში, თვალეფერში, ყველაფერში. მფრინავებს წინასწარ გააფრთხილეს, რომ გზაზე შესაძლოა მტვერი შეხვედროდათ, მაგრამ არავის უხსენებია, რომ პირდაპირ ბიბლიურ ქვიშის ქარიშხალში მოუწევდათ ფრენა. რამდენიმე წამში ხილვადობა ნულამდე დაეცა. ვერტმფრენები ერთმანეთს დაშორდნენ. ორ მათგანს ინსტრუმენტებითა და ლოცვით მოუწია გზის გაკვლევა ამ ქარიშხალში. მესამე ვერტმფრენი მთლიანად შემოტრიალდა და უკან ნიმიცზე დაბრუნდა, რადგან პილოტი დარწმუნებული იყო, რომ მისი ინსტრუმენტები მუშაობას წყვეტდნენ და მართლაც წყვეტდნენ, რადგან ჰაბუბი ავიონიკის გაგრილების ვენტილაციას ახშობდა. 6 იყო ჯადოსნური რიცხვი. ბეკვიტმა, კარტერმა და დაგეგმვის ჯგუფმა წინასწარ გადაწყვიტეს, რომ მისიას მინიმუმ 6 გამართული ვერტმფრენი სჭირდებოდა, რათა Desert One-მდე მიაღწიათ. 5 ან ნაკლების შემთხვევაში მისია ავტომატურად გაუქმდებოდა. 2 საათის ბრძოლის შემდეგ სასტიკ ქვიშის ქარიშხალთან დარჩენილი 6 ვერტმფრენი ძლივს მიაღწია Desert One-ს, განრიგზე 90 წუთით დაგვიანებით. CS-30-ის თვითმფრინავები უკვე ადგილზე იყვნენ. ყველა მუშაობა დაიწყო. საწვავის შლანგები გამოიტანეს, საწვავის გადახრა დაიწყო. ერთი მოკლე მომენტით ჩანდა, რომ მისიის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი ვერტმფრენი გაფუჭდა. სანამ მარილის ველზე იჯდა და საწვავის შევსებას ელოდებოდა, 6 გადარჩენილი ვერტმფრენიდან ერთს მეორე საფეხურის ფრენის მართვის სისტემაში ჰიდრავლიკური გაუმართავობა განუვითარდა. ეკიპაჟმა რამდენიმე წუთის განმავლობაში სცადა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ვერტმფრენის შეკეთება ადგილზე ვერ მოხერხდა, ასე რომ მისია დასრულდა. ეს უნდა ყოფილიყო ღამის ყველაზე ცუდი ნაწილი, მაგრამ ასე არ იყო. რადგან ამერიკელმა ძამგეგმავებმა რატომღაც ვერ გაითვალისწინეს ყველაზე აშკარა რამ მსოფლიოში. Desert One მდებარეობდა საჯარო გზის გვერდით, მარილის ველზე, ღამით. რაც ნიშნავდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც გზაზე გაივლიდა, მაშინვე შეამჩნევდა უამრავ CS-30-ის თვითმფრინავს და ვერტმფრენს ღია სივრცეში და აშკარად შეეძლო ამის შესახებ დაერეკა. და როგორც იღება ლეგენდა, იმავე გზაზე ჩამოვიდა ირანული სამოქალაქო ავტობუსი, რომელშიც 45 ადამიანი იჯდა. რეინჯერებმა ავტობუსი გააჩერეს, როდესაც მის წინ 40 მმ-იანი ყუმბარის გასროლა მოახდინეს. ყველა მგზავრი იარავეს მუქარით ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ CS-30-ის თვითმფრინავში დააკავეს. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე გზაზე საწვავის ავზიანი მანქანა ჩამოვიდა. მძღოლი ბენზინი კონტრაბანდით გადაჰქონდა, რა თქმა უნდა.
ეს ხომ 1980 წლის სოფლის ირანია, აქ ყველა რაღაცას კონტრაბანდით ეწევა. რევოლუციის შემდეგ ირანში საწვავს იმდენად მკაცრად არიგებდნენ, რომ შავ ბაზარზე ბენზინის გადაზიდვა უდაბნოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღამის საქმიანობა იყო. მან დაინახა შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც გზას კეტავდნენ და გადარჩენის ინსტინქტმა იმოქმედა. მან გაზს მიაჭირა და ბლოკპოსტის გარღვევა სცადა. Delta Force-ის სადაზვერვო ოფიცერმა ვეიდ იშიმოტომ თავის ერთ-ერთ კაცს უბრძანა, სატვირთო ანტიტანკური იარაღით გაენადგურებინა. რეინჯერი ისთვის მსუბუქ ანტიტანკური იარაღს, რომელიც ერთჯერადი გადასაგდები რაკეტაა და საბჭოთა ტანკების გასახსნელადაა შექმნილი. რაკეტა პირდაპირ სატვირთოს ცენტრში მოხვდა. მანქანა გიგანტურ ცეცხლის ბურთად აფეთქდა, რომელმაც უდაბნო რამდენიმე მილზე გაანათა. აფეთქების ტალღამ Desert One-ზე გაჩერებული CS-30-ები შეარხია, ხოლო ანთებული საწვავი გზაზე ცეცხლოვანი მდინარესავით დაიღვარა და უდაბნოს ყველა მიმართულებით რამდენიმე მილზე გაანათა. იშიმოტოს ზუსტი სიტყვების შემდეგ ოფიციალურად. ვაიმე, საწვავის სატვირთო. მძღოლი როგორღაც ცეცხლის ბურთში არ აღმოჩნდა. ის მაშინვე გადმოხდა, როგორც კი რაკეტა მოხვდა. გაექცა დამწვარი ნამსხვრევებს და ჩახტა პიკაპში, რომელიც მის ცისტერნას მიხვებოდა და სადაც სავარაუდოდ მისი კონტრაბანდისტი პარტნიორი იყო. შემდეგ ისინი სიბნელეში საპირისპირო მიმართულებით მიდიან, თუმცა საწვავის ცისტერნის მგზავრი მაშინვე დაიღუპა. ეხლა ამერიკას ყავს გარდაცვლილი ირანელი სამოქალაქო პირი, ორი გაქცეული მოწმე, რომლებიც ცივილიზაციისკენ ბრუნდებიან, და მარილის ველი, რომელიც კოცონივით ანთია და კილომეტრებზე ჩანს. და 45 დაკავებული მგზავრი, რომლებიც CS-30-ის სატვირთო გამყოფილებაში სხედან და ფიქრობენ რა ჯანდაბა ხდება ამაღამ მათ ქვეყანაში. ბეკვიტმა, რომელიც ჯოჯოხეთს უყურებდა, თითქოს თავის ერთ ოფიცერს მიუბრუნდა და უთხრა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე მსოფლიო ომში." ის კიდევ ერთხელ უკავშირდება ვაშინგტონს რადიოთი და მოდის საბოლოო ბრძანება. შეწყვიტეთ, შეაგროვეთ ყველაფერი, ევაკუირდით, გაეცალეთ იქაურობას, სანამ ირანის სამხედროები მიხვდებიან რა ხდება. და სწორედ აქედან ღამე ცუდიდან ისტორიულ კატასტროფაში გადაიზრდება. სამი კვირით ადრე მისიამდე, ამერიკელ გეგმავებს ირანში შორეული სადესანტო ადგილი უნდა ეპოვათ, რომელიც 6 CS-30 და 8 ვერტმფრენს მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არანაირი ინფრასტრუქტურა არ იყო. CIA-მ საიდუმლო სადაზვერვო მისიის ფარგლებში პატარა ტვინოტერის ტიპის თვითმფრინავი გააგზავნა. აღმოაჩინა მარილის ველი თეირანიდან 200 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთ, ვლეთით დაეშვა იქ, აიღო ნიადაგის ნიმუშები და დაადასტურა, რომ მიწა მყარი და სუფთა იყო. ის იდეალური იყო დასაფრენად. მათ მას Desert One დაარქვეს. მაგრამ იმ შუალედურ კვირებში, იმავე ქვიშის ქარიშხლებმა, რომლებმაც ჰაბუბი წარმოქმნეს, მთელ ზედაპირზე სქელი ფენა, წვრილი და კოჭებამდე მისული მტვერი დააფინა. იმ დროისთვის, როცა ამერიკელები რეალურად დაეშნენ იქ 24 აპრილს, უდაბნო ერთი ზედაპირი დასაფრენ ზოლს ნაკლებად ჰგავდა და უფრო გიგანტურ საფერფლეს ემსგავსებოდა. CS-30-ები და გადარჩენილი ვერტმფრენები მჭიდროდ ჰყავდათ დაყენებული, რათა ოპერაცია კომპაქტური ყოფილიყო. CS-30-ების ჰაერში ასაყვანად ერთ-ერთ ვერტმფრენს, Bluebird 3, რომელსაც საზღვაქვეზღო ოქრეითთა მაიორი ჯიმ შეიფერი მართავდა, საჭირო იყო გადაეცია, რათა მის უკან დგომი ის CS-30-ს გზა დაეთმო. ჩვეულებრივ ვერტმფრენი უბრალოდ რამდენიმე იარდით ადგილზე გადაადგილდებოდა, მაგრამ მარილიანი ველის მტვერი ამისთვის ძალიან რბილი იყო. ამიტომ შეიფერს ჰოვერტაქსით გადაადგილება მოუწია. მაგრამ როგორც კი Bluebird 3 აფრინდა როტორის ქარმა, ის გამოიწვია, რასაც მფრინავები brownouts ეძახიან. მტვრის მორევი შეიფერს მხოლოდ ერთი ვიზუალური ორიენტირი ჰქონდა. საჰაერო ძალების საბრძოლო კონტროლიორი, რომელიც ვერტმფრენის წინ იდგა და მიმართულებებს ანიშნებდა. მაგრამ როცა შეიფერმა ვერტმფრენი ჰოვერზე აიყვანა, როტორის ქარმა კონტროლიორი უკან გადააგდო. შეიფერმა, რომელიც უყურებდა თავის ერთადერთ ორიენტირს, რომელიც თითქოს მისგან შორდებოდა, ეს ისე გაიგო, თითქოს ვერტმფრენი უკან იწევდა. ამიტომ ჯოისტიკი წინ გასწია, რომ გაესწორებინა. კონტროლიორი, რომელსაც თვალებში ქვიშა ჰქონდა, უკან იხევდა. შეიფერი კი წინასწორებას აგრძელებდა. Bluebird 3-ის მთავარმა როტორმა უკან ამხარეს გაჩერებული CS-30-ის ვერტიკალური სტაბილიზატორი დააზიანა. შემდეგ ვერტმფრენი წინ გადაიხარა და პირდაპირ შეეჯახა CS-30-ის ფრთის საწყის, საბრძოლო ტალონს, რომელსაც რესპუბლიკ 4 ეწოდებოდა. ამ თვითმფრინავს ტვირთის გამყოფილებაში ჰქონდა დასაკეცი რეზინის საწვავის ავზები, რომლებშიც 1000-ობით გალონი ვერტმფრენის საწვავი ინახებოდა, მისივე შიდა ავზების თავზე. ასე რომ, როცა შეფერის როტორმა ფრთა გააპო, მთელი თვითმფრინავი ფაქტობრივად ბომბად გადაიქცა. ორივე თვითმფრინავი ერთ ცეცხლის ბურთში აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს გაჩერებული სხვა CS-30-ებიც კი შეარხია. რესპუბლიკა 4-ის ბორცვზე მყოფი სამხედრო საჰაერო ძალების 5 მოსამსახურე, მაიორი რიჩარდ ბეკი, მაიორი ჰაროლდ ლუისი, მაიორი ლინ მაკინტოში, კაპიტანი ჩარლზ მაკმილი და ტექსერჟანტი ჯოელ მაიო ადგილზე დაიღუპნენ. Bluebird 3-ის ბორცვზე მყოფი 3 საზღვაო ქვეითი, შტაბ-სერჟანტი დიუი ჯონსონი, სერჟანტი ჯონ ჰარვი და კორპორალი ჯორჯ ჰოლმს უცროსი, ასევე დაიღუპნენ. შეფერმა და მისმა მეორე პილოტმა კაბინის ფანჯრიდან გადახტომა მოახერხეს და მძიმე დამსწრობებით გადაცრობებით გადარჩნენ. კიდევ 5 სამხედრო მძიმედ დაშავდა. მაგრამ ღამე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. დამწვარი EC-130-ის შიგნით იყო ყველა იარაღი, რომელიც დელტასთან ჰქონდა მოტანილი. Red Eye საზენიტო რაკეტები, 40 მმ-იანი ყუმბარები, M72 ლოის რაკეტები, ფრაგმენტაციული ყუმბარები და 1000-ობით ვაზნად ცეცხლსასროლი იარაღისთვის.
როცა ცეცხლი საბრძოლო მასალას მიუახლოვდა, ყველაფერი აფეთქებას იწყებდა. ტრასირების ვაზნები ცეცხლის ბურთიდან ყველა მიმართულებით ისროდა. Red-Eye რაკეტამ თავისით გაეშვა დამცვარი ფუზელაჟიდან და უდაბნოში გაფრინდა. ყველა ვინც ჯერ კიდევ მარილის ველზე იყო, გადარჩენილი 130-ებისკენ გარბოდა, ხოლო მათ უკან საბრძოლო ვაზნები ფეთქდებოდა. ბეკვითი, მისი ხალხი და გადარჩენილი საფრენი ეკიპაჟი დარჩენილ CS-30-ებში ჩასხდნენ და ირანიდან გაფრინდნენ. მათ უკან დატოვეს 5 სრულად დაუზიანებელი RH-53D ვერტმფრენი, რომლებიც ვერ გაანადგურეს. დამწვარი ნამსხვრევები Bluebird 3-ისა და Republic 4-ის. 8 დაღუპული ამერიკელი, რომელთაც ხედრების გამოყვანაც ცეცხლიდან ვერ მოხერხდა. და მიტოვებულ ვერტმფრენებში დარჩა საიდუმლო მისიის დოკუმენტები, საელჩოს კომპლექსის ფოტოები და თეირანში ფარულად მოქმედი CIA-ის აგენტების სახელები. ირანელები ნამსხვრევებთან მზის ამოსვლისას მივიდნენ. მათ 8 ამერიკელის ცხედრები სახელმწიფო ტელევიზიით გამოატარეს. მათ თავიანთ სახელმწიფო მედიაში გამოაქვეყნეს მიტოვებული ვერტმფრენების ფოტოები. ხომეინიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისია თავად ღმერთმა შეაჩერა. ანგელოზები ჰაბუბის სახით გამოგზავნა, რათა ირანი დიდი სატანისგან დაეცვა. ტყვეები მაშინმე მთელ ქვეყანაში გაფანტეს. მცირე ჯგუფებად დაყვეს და უსაფრთხო სახლებში გადაადგილებდნენ, რათა მეორე დახსნის მცდელობა მათემატიკურად შეუძლებელი გაეხადათ. ვერტმფრენებიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტები ირანის დაზვერვამ წლების განმავლობაში გამოიყენა. ხოლო თეირანში CIA-ის აგენტების სახელები საბოლოოდ გაასაჯაროვეს, რაც მათ კარიერას ბოლო მოუღო და ზოგიერთი მათგანი სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო. ჯიმი კარტერი 25 აპრილს ტელევიზიით გამოვიდა და პირადად აღიარა ყველაფერი ამერიკელი ხალხის წინაშე. ტყვეები კიდევ 9 თვე არ დაბრუნებულან სახლში. 1991 წლის 20 იანვარს, ზუსტად რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც რონალდ რეიგანი შეერთებული შტატების 40-ე პრეზიდენტად დაიფიცა, ალჟირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც კარტერის ადმინისტრაციის ბოლო საათებში საბოლოოდ გაფორმდა, საბოლოოდ ამოქმედდა. 52 დარჩენილი ტყვე ალჟირში თვითმფრინავიდან ჩამოვიდა. პირველად 444 დღის შემდეგ თავისუფლები იყვნენ. კარტერი, რომელიც უკვე აღარ იყო პრეზიდენტი, რეიგანის თხოვნით მეორე დღეს გერმანიაში გაფრინდა, რათა პირადად მიესალმებინა ისინი. მან მოგვიანებით თავის მემუარებში დაწერა, რომ სამაშველო მისიის წაგება იყო ყველაზე დიდი ფაქტორი 1980 წლის არჩევნების წაგებაში. ეს იყო ნებისმიერი საზომით ყველაზე მძიმე ღამე თანამედროვე ამერიკული სამხედრო ისტორიის განმავლობაში და ის უნდა გამხდარიყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მსოფლიო ადევნებდა თვალს Desert Ones. ჩვენი მტრები იცინოდნენ. ჩვენი მოკავშირეები შეშფოთებულები იყვნენ. საბჭოთა კავშირმა მომდევნო რამდენიმე კვირა ყველა დიპლომატიურ არხზე ამით ჩვენი დამცირება სცადა. ირანელებმა ეს მტკიცებულებად მიიჩნიეს, რომ ღმერთი მათ მხარეს იყო. პენტაგონი გაბრაზებული იყო. მათ პასუხები სჭირდებოდათ და სწრაფად სჭირდებოდათ. ამიტომ გაერთიანებული შტაბების უფროსებმა 6-კაციანი კომისია შექმნეს მაღალი რანგის ოფიცრებისგან და მისი ხელმძღვანელობა გადაეცა პენსიაზე გასულ 4 ვარსკვლავიან ადმირალ ჯეიმს ჰოლოვეი მესამეს, რომელიც ადრე საზღვაო ოპერაციების უფროსი იყო. კაცი, რომელსაც 30 წლიანი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, აღარ ჰქონდა დასაცავი პოლიტიკური კარიერა და არც სამხედრო სახეობებს შორის მეტოქეობა. მისი საქმე მარტივი იყო. ზუსტად გაერკვია, რა ჯანდაბა მოხდა იმ უდაბნოში. შემდეგ კი დაედგინა, როგორ გაეკეთებინა ისე, რომ ეს აღარასოდეს განმეორებულიყო. 4 თვის შემდეგ, 1980 წლის აგვისტოში, ჰოლოვეის ანგარიში ვაშინგტონში ყველა მაღალი თანამდებობის პირის მაგიდაზე აღმოჩნდა და ის ძალიან კაცრი იყო. ანგარიში ოპერაციასთან დაკავშირებული 23 კონკრეტული პრობლემა იყო აღნიშნული. მათგან 11 კომისიამ მთავარ პრობლემად მიიჩნია, რაც ნიშნავდა, რომ მათ ოპერაციის შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონიეს და აუცილებლად უნდა გამოსწორებულიყო, სანამ შეერთებული შტატები მსგავს რამეს კიდევ ერთხელ სცდიდა. ზოგიერთი პრობლემა თავისთავად უმნიშვნელო იყო, მაგალითად ამინდის პროგნოზი, რომელმაც ჰაბუბს შესახებ არ იწინასწარმეტყველა ჰიდრავლიკური სისტემა Bluebird 2-ზე, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე უნდა შეეცვალათ, კომუნიკაციის რამდენიმე პროცედურა, რომელიც საკმარისად არ იყო დამუშავებული, მაგრამ მთავარი აღმოჩენები ტაქტიკური არ იყო. ისინი სტრუქტურული იყო. 4 სამსახური პირდაპირ ვერ ესაუბრებოდა ერთმანეთს რადიოთი, რადგან მათი საკომუნიკაციო აღჭურვილობა შეუთავსებელ სიხშირეებსა და დაშიფრის სისტემებს იყენებდა. მათ ჰქონდათ განსხვავებული სარდლობის ჯაჭვი, განსხვავებული ოპერაციული დოქტრინები, განსხვავებული მისიის შეცვლების კრიტერიუმიდამები და ზოგ შემთხვევაში განსხვავებული განმარტებები საბაზისო ტერმინებზე. ისინი ერთად შეკრიბეს ოპერაცია არწივის ფჩალისთვის საერთო საწუხნელი ციკლის, საერთო რეპეტიციებისა და საერთო სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გარეშე. RH-53D ტიპის ვერტმფრენების მფრენი საზღვაო კრეიტების პილოტები გამოკვეს რეგულარული საზღვაო ფლოტის ესკადრონიიდან, რომლის ჩვეულებრივი ამოცანა იყო ხომალდებზე, ავიამზიდების გემბანზე, ნაღმების საწინააღმდეგო ოპერაციები. მათ მცირე გამოცდილება ჰქონდათ იმ გრძელ მანძილზე, დაბალ სიმაღლეზე ხმელეთზე ფრენის პროფილში, რასაც არწივის ბრჭყალი ითხოვდა და თითქმის არ ჰქონდათ უდაბნოს პირობების პირში ოპერირების გამოცდილება. მისია თავად დაგეგმა სპეციალურად შექმნილმა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ნულიდან შეიკრიბა პენტაგონის სარდაფში. არ ჰყავდა მუდმივი პერსონალი, არ ჰქონდა ოფილი ბიუჯეტი, არ გააჩნდა ინსტიტუციური მეხსიერება და მისი მანდატი მაშინვე გაუქმდებოდა, როგორც კი მისია დასრულდებოდა. არ არსებობდა ერთი სარდალი, რომელსაც 4-ვე სამსახურზე სრული უფლებამოსილება ექნებოდა. მთელი შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში არ არსებობდა არც ერთი მუდმივი ორგანიზაცია, რომლის ამოცანაც ასეთი ოპერაციის დაგეგმა, მომზადება ან განხორციელება იქნებოდა. ეს იყო ჰოლოვეის თავაზიანიანით რომ თქვათ, თვითდაწესებული შეზღუდვა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ეს საკუთარ თავს ჩვენვე გავუკეთეთ. მტერმა არ დაგვიმარცხა, ჩვენ თვითონ დავმარცხდით.
1980 წლის დეკემბერში ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში პენტაგონმა შექმნა ერთობლივი სპეციალური ოპერაციების სარდლობა JSOC. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პოუპის ავიაბაზაზე, ჩრდილოეთ კაროლინაში, პირდაპირ ფორტ ბრეგის გვერდით. JSOC-ის მთავარი ამოცანა იყო უზრუნველყო, რომ არმიის, საზღვაო ფლოტის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო კრეიტების სპეციალური დანაყოფები ერთად ვარჯიშობდნენ, ერთად ცხოვრობდნენ და რეალურად ერთიან საბრძოლო ძალად ფუნქციონირებდნენ. როცა შემდეგი მოულოდნელი კრიზისი დადგებოდა. Delta Force-ი პირდაპირ JSOC-ის დაქვემდებარებაში იყო დაგეგმილი. საზღვაო ძალებმა თითქმის მაშინვე მიიღეს საკუთარი ვერსია. 1980 წლის ნოემბერში სილის ოფიცერს სახელად რიჩარდ მარჩინკო საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელმა დაავალა, რომ ნულიდან შეექმნა სპეციალური ანტიტერორისტული სილის დანაყოფი. მან მას SEAL Team 6 დაარქვა. მაგრამ სახელი სინამდვილეში მოტყუება იყო. იცით, იმ დროს აშშ-ს საზღვაო ძალებს მხოლოდ 2 სილის ჯგუფი ჰყავდა. მარჩინკომ თავის ჯგუფს სილის მე-6 ჯგუფი სპეციალურად დაარქვა, რათა საბჭოთა დაზვერვა მოეთყუებინა და ეფიქრათ, რომ ამერიკას კიდევ 3 სილის ჯგუფი ჰყავდა, რომელთა შესახებაც მათ არ იცოდნენ. SEAL-ის მე-6 ჯგუფი JSOC-ის დაქვემდებარებაში მოექცა და მისი საზღვაო ანტიტერორისტული ელემენტი გახდა. 3 ათწლეულის შემდეგ სწორედ ეს დანაყოფი იქნებოდა ის, ვინც ოსამა ბინ ლადენს თავში 2 თვეა ესროლოლა. შემდეგ გამოჩნდა საჰაერო კომპონენტი. 1991 წლის ოქტომბერში არმიამ ფორტ კემბელში, კენტუკიში 160 ავიაბატალიონი გააქტიურა, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც ღამის მდევრები. ისინი ერთი მიზეზით შეიქმნენ. Desert One-მა დაამტკიცა, რომ სპეციალური ოპერაციებისთვის შეუძლებელი იყო ფლოტის პილოტების გამოყენება, რომლებიც სრულიად განსხვავებული მისიებისთვის იყვნენ მომზადებულნი. მათ სჭირდებოდათ პილოტები, რომლებიც არაფერს ხოს არ დაფრინავდნენ, არაფრის ხოს არ სწავლობდნენ და მხოლოდ სპეციალური ოპერაციების სტრუქტურას ემორჩილებოდნენ. 160 ბატალიონის სტანდარტი 3 მიზნის დასადგმელად არის დაგეგმილ დროზე პლუს-მინუს 30 წამში მისვლა. მაგრამ მაინც არსებობს კრიტიკული სისუსტე, პენტაგონი. ის ნელა მუშაობს, წარმოუდგენლად ნელა JSOC-ის სტანდარტებით. ამ ეტაპზე დელტა უფრო მომზადებული იყო ვიდრე ოდესმე. SEAL Team 6 უკვე ოპერაციულად მოქმედებდა. ღამის მონადირეები ფრენას ახორციელებდნენ. მაგრამ 4-ვე სამსახური ისევ მეტოქეებივით მოქმედებდა და ეს ძალიან ძვირი დაუჯდათ. 1993 წლის ოქტომბერში შეერთებული შტატები გრენადაში შეიჭრა, პატარა კარიბის კუნძულზე, სადაც მარქსისტულმა გადატრიალებამ დაახლოებით 1000 ამერიკელი მედიცინის სტუდენტი საფრთხეში ჩააგდო. ამ ოპერაციას ეწოდა Urgent Fury. და როგორც კი დაგეგმა იწყება, Desert One-ის ყველა შეცდომა თავიდან მეორდება. არმიის რეინჯერები, საზღვაო სილები, საზღვაო კრეიტების ვერტმფრენის პილოტები და საჰაერო ძალების სპეციალური ტაქტიკური ჯგუფები ყველა ერთ კუნძულზე შეიკრიბნენ, შეუთავსებელი რადიოებითა და გაყოფილი სარდლობის ჯაჭვებით. სინამდვილეში სამხედრო რეფორმის წრეებში წლებია მეორდება ცნობილი ამბავი ამერიკელ ჯარისკაცადზე, გრენადაზე, რომელმაც საბრძოლო ველიდან ფორტ ბრეგში დასარეკად სატელეფტივ ჩიხური და საკრედიტო ბარათი გამოიყენა, რადგან მისი რადიო პირდაპირ ზემოთ მფრენ საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ვერ უკავშირდებოდა. ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს, მაგრამ გრენადაზე ნამდვილად დაიღუპნენ ადამიანები, ვინც არ უნდა დაღუპულიყვნენ. ეს რომ ნახა, კონგრესი მკაცრად რეაგირებდა. 1996 წლის ოქტომბერში კონგრესმა მიიღო Goldwater Nichols-ის აქტი. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო კანონმდებლობა თანამედროვე ამერიკის ისტორიაში. მან თავდაცვის სამინისტრომ მთლიანად ძირიდან შეცვალა. მან 4-ვე სამხედრო ძალას აიძულა ერთობლივად ემოქმედათ. გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე პრეზიდენტის მთავარ სამხედრო მრჩევლად აქცია. მან შექმნა ერთი გამართული სარდლობის ჯაჭვი, რომელიც პრეზიდენტიდან ბრძოლის ველზე მყოფ ჯარისკაცამდე მიდის. მან მოითხოვა, რომ ნებისმიერი ოფიცერი, რომელიც გენერლის ან ადმირალის წოდების მიღებას ცდილობს, ჯერ ერთობლივ სამსახურებრივ პოზიციაზე იმსახუროს. და მან კანონის ძალით დაასრულა 4 სამხედრო სამსახურის ერთმანეთთან მეტოქედ მოქმედების მოდელი, რომელმაც ირანის უდაბნოში 8 ადამიანი იმსხვერპლა. შემდეგ 1997 წელს კონგრესმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 2 სენატორს, სემ ნანს ჯორჯიიდან და უილიამ კოენს მეინიდან, გაატანინეს ეგრეთ წოდებული ნან კოენის შესწორება. ამ შესწორებამ შექმნა შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების სარდლობა, SOCOM, 4 ვარსკვლავიანი გაერთიანებული სარდლობა, რომლის შტაბიც მდებარეობს მაგდილის საჰაერო ბაზაზე, ტამპაში, ფლორიდაში, და რომელიც ფლობდა ყველა პირველი დონის სპეციალური ოპერაციების დანაყოფს ყველა სამხედრო სამსახურში. Delta, SEAL Team 6, 75, რეინჯერები მწვანე ბერეტები, საჰაერო ძალების სპეციალური ტაქტიკა, 160 SOAR, ყველა ისინი ერთ ჩერქვეშ, ერთ ბიუჯეტზე და ერთ სარდლობაში იყვნენ გაერთიანებული. SOCOM ოფიციალურად ამოქმედდა 1997 წლის 16 აპრილს, თითქმის ზუსტად 7 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც Desert One-ი ცეცხლში გაეხვა. ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც თანამედროვე ამერიკული სპეციალური ოპერაციების საზოგადოება დაიბადა. შემდეგი 10 წლეულის განმავლობაში ეს სრულიად ახალი სტრუქტურა ძირითადად მხოლოდ ვარჯიშებდა და ელოდა. დასრულდა ცივი ომი, მოვიდა და წავიდა სპარსეთის ყურის ომი. მერე იყო სომალია, მერე ბოსნია, მერე კოსოვო. The SOCOM იყო ამ ყველაფრის დროს, მაგრამ ძირითადად კულისებში, სრულყოფდა ხელობას, იძენდა გამოცდილებას, ელოდა ისეთ ომს, რომელიც ყველაფერს რადაც იქცა გამოცდას ჩაუტარებდა. შემდეგ მოხდა 11 სექტემბერი და მთელი ის არქიტექტურა, რომელიც Desert One-ის ნანგრევებიდან იყო აშენებული, მოულოდნელად ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შეუზღუდავი მანდატი მიიღო. ამის შემდეგ დაიწყო ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური სპეციალური ოპერაციების კამპანია. ესენი არიან ის ბიჭები, რომლებიც ავღანეთში 2001 წლის ოქტომბერში შევიდნენ, მეხუთე სპეციალური ძალების ჯგუფის 12 კაციანი მწვანე ბერეტების გუნდებით, რომლებიც ავღანურ ცხენებზე იბრძოდნენ.
ცხენები ადგილობრივი ომბაშებისგან ჰქონდათ ნასესხები, რადგან რელიეფი ძალიან რთული იყო სათვითოებისთვის. ისინი ცხენებიდან იძახებდნენ B-52-ის ავიადართმებს და დაახლოებით 2 თვეში დაამხეს თალიბანის მთავრობა, სულ 400-დან 500-მდე ამერიკელი ოპერატორის მონაწილეობით. ისინი ისტორიაში ცნობილნი გახდნენ როგორც ცხენოსანი ჯარისკაცები და დღესაც ნიუ-იორკში Ground Zero-ზე ერთ-ერთ მათგანის 16 ფუტიანი ბრინჯაოს ქანდაკება დგას. ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც 9 თვის განმავლობაში ერაყში სადამ ჰუსეინი დასდევეს. მისი გარემოცვის დაკითხვებზე დაყრდნობით მუშაობდნენ და ბოლოს 2003 წლის დეკემბერში ტიკრიტთან ახლოს, თიხის კედრიანი ფერმის ტერიტორიაზე 6 ფუტიანი სოროდან ამოიყვანეს. ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც 2003-დან 2010 წლამდე ერაყში ალ-ქაიდა დაშალეს ღამის რეიდების კამპანიით, რომელსაც მტრები თავიანთი ხელში ჩაგდებული დოკუმენტებით მოგვიანებით აღწერდნენ, როგორც განადგურების ომს, რომელსაც ვერ მოიგებდნენ. გენერალი სტენლი მაკკრისტალი, რომელმაც 2003 წელს ჯეისოკის ხელმძღვანელობა გადაიბარა, ფაქტობრივად იქ თანამედროვე ინდუსტრიული მასშტაბის ანტიტერორიზმი გამოიგონა. მან გააერთიანა დაზვერვა, მეთოყურეობა და პირდაპირი მოქმედება ერთ დახურულ წრედ. ყოველი რეიდი ქმნიდა ინფორმაციას შემდეგი რეიდისთვის, რომელიც თავის მხრივ ქმნიდა ინფორმაციას კიდევ ერთი რეიდისთვის. და ფიქსე ჯეისოკ ყოველ ღამე ატარებდა 3-4 რეიდს, წლების განმავლობაში, ყოველ ღამით. და შემდეგ არის ის ცნობილი 9/11-ის ოპერაცია. თითქმის 10 წლეულის განმავლობაში 9/11-ის შემდეგ CIA ეძებდა ოსამა ბინ ლადენს ჰინდუქუშის მთებში, თორაბორას მღვიმეებში, პაკისტანში და უკან. 2010 წლისთვის დაზვერვის ანალიტიკოსებმა მისი სავარაუდო სამალავი შეამცირეს აბუტაბადის ქალაქში მდებარე გამაგრებულ სამსართულიან კომპლექსამდე, რომელიც საცხოვრებელი ქალაქია ისლამაბადიდან დაახლოებით 35 მილის ჩრდილოეთით და პაკისტანის მთავარი სამხედრო აკადემიის მდებარეობაა. კომპლექსს ჰქონდა 12-დან 18 ფუტამდე სიმაღლის კედლები, რომლებიც ეკლიანი მავთულით იყო დაფარული. არ იყო ინტერნეტი ან სატელეფონო ხაზები და მაცხოვრებლები ნაგავს წვავდნენ, ნაცვლად იმისა, რომ გატანასელოდებოდნენ. შიგნით დაახლოებით 24 ადამიანი ცხოვრობდა. CIA-მ რამდენიმე თვე დახარჯა იმაზე, რომ შეეგროვებინა ინფორმაცია, ვინ იყვნენ ისინი. გზის ქვემოთ ნაკირავები კონსპირაციული სახლიდან უთოთვალებდნენ. ბინ ლადენის დადასტურებული ფოტო მათ არასდროს ჰქონიათ. მათ გადაწყვეტილება ირიბ მტკიცებულებებსა და გააზრებულ ვარაუდებზე დახორნობით უნდა მიეღოთ. პრეზიდენტმა ობამამ რეიდს აპრილის ბოლოს მოაწერა ხელი. გეგმა ითვალისწინებდა ორ ფარულად მოდიფიცირებულ MH-60 Black Hawks ღამის მდევრებისგან, 25 SEALs SEAL Team 6-დან და ერთ ბელგიურ მალინუას, სახელად კაირო, ავღანეთის ჯალალაბადის წინა ბაზიდან, დაახლოებით 150 მილის მანძილზე პაკისტანის საჰაერო სივრცეში, შეუმჩნევლად დაბალ სიმაღლეზე, რელიეფს მიხვებოდა ღამის შუაგულში. 2 M-47 ჩინუკი მოყვებოდა სარეზერვოდ და კიდევ 2 ათეული საზღვაო სილზი მზად იქნებოდა შემოსასვლელად, თუ რამე არასწორად წავიდოდა. კაიროს ეცვა სპეციალურად შეკერილი კევლარის ჟილეტი და ღამის ხედვის სათვალეები. ის იჯდა თავის დამმუშავებელ უილ ჩესნის ფეხებს შორის მეორე ვერტმფრენში. მისი საქმე იყო პერიმეტრის დაცვა და გვირაბების აღმოჩენა. ფრენამ 90 წუთი გასტანა და პაკისტანელებმა ისინი რადარზე ვერ შენიშნეს. სილები და კაირო თოკით ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების პერიმეტრი შექმნეს, ხოლო ურდუენოვანმა სილებმა ცნობის მოყარე მეზობლები თავიანთ სახლებში დატოვეს. შეტევის ჯგუფმა ლითონის კარები ასაფეთქებლებით გაანგრია. პირველ სართულზე ბინ ლადენის კურიერი მოკლა. შემდეგ მოკლა კურიერის ძმა და მისი ცოლი და შემდეგ კიბეზე მაღლა ავიდა. მათ მეორე სართულის მოედანზე ბინ ლადენის 23 წლის ვაჟი, სახელად ხალიდი, მოკლეს. და მესამე სართულზე, საკუთარ საძინებელში, მათ იპოვეს მაღალი, გამხდარი, ჭაღარაწვერიანი კაცი, რომელიც სიბნელეში იდგა, ერთ-ერთი ცოლი მისა და საზღვაო სპეცრაზმელებს შორის იდგა და ცდილობდა დაეცვა იგი. წინამძღოლმა ორჯერ ესროლა მას, ერთხელ გულში და ერთხელ მარცხენა თვალის ზემოთ. ბინ ლადენის ხედარი დააბრუნეს ავღანეთში. დაადგინეს მისი ვინაობა დნმ-ისა და სახის ამოცნობის საშუალებით და 24 საათში ზღვაში დაკრძალეს USS Carl Vinsonis გემის პორტიდან. SEAL Team 6. ჯალალაბადში ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე იყო. მთელი რეიდის განმავლობაში საზოგადოებისთვის მხოლოდ ძაღლის სახელი გახდა ცნობილი. კაირომ 4 დღის შემდეგ Fort Campbell-ში მთავარსარდლისგან პირადად მიიღო თავზე მოფერება. მაგრამ ეს ყველაზე გიჟური რამ არ არის, რაც ამ სასიკვდილო მანქანას ოდესმე გაუკეთებია. რადგან სულ რამდენიმე თვის წინ იგივე ჯგუფმა და კიდევ რამდენიმე წევრმა ვენესუელაში ჩაფრინდნენ და მოქმედი პრეზიდენტი გაიტაცეს. ხედავთ, CIA ჩუმად უთვალთვალებდა ნიკოლას მადუროს რამდენიმე თვის განმავლობაში. სად იძინებდა, რას ჭამდა, ვის ხვდებოდა და რომელ საათზე წვებოდა დასაძინებლად. როცა დრო დადგა, სპეციალური ოპერატორები ღამის 2 საათზე დაბალ სიმაღლეზე ჩაფრინდნენ. ადგილობრივი დროით F-35-ის იერიშებით გაანეიტრალეს ვენესუელის საჰაერო თავდაცვა. დაარტყეს მადუროს რეზიდენციას და საკუთარი საძინებლიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ის და მისი მეუღლე რამდენიმე საათში ვენესუელის საჰაერო სივრციდან თვითმფრინავით გავიდნენ. მეორე დღის შუადრესთვის ის უკვე ამერიკის მიწაზე, ნიუ-იორკის სტიუარტის საერთაშორისო აეროპორტში იყო, ბრალდებული ნარკოტერორიზმში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში და იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებში. დაფიქრდით ამაზე ერთი წამით. ყველაზე დაცული დიქტატორი დასავლეთ ნახევარსფეროში, საკუთარი დედაქალაქის შუაგულში, გარშემორტყმული თავისი არმიით, საკუთარი დაზვერვით, თავისი პირადი დაცვის ჯგუფით და დელტა ფორსი მის საძინებელში შევიდა ღამის 2 საათზე და წაიყვანა. თითქოს არაფერი მომხდარა. ამ ყველაფერს ირანის გარეშე არაფერი მოხდებოდა. ბინ ლადენის ოპერაცია, სადამი იმ ორმოში, მადურო თავის საძინებელში. ეს ყველაფერი უკავშირდება ერთ ცუდ ღამეს ირანის უდაბნოში, 1980 წელს. ირანს ეს განზრახული არ ქონდა, მაგრამ მანეკას ამერიკას მიაყენა ისეთი დამცირება, რომ მომაც აიძულა შეექმნა ყველაზე მომაკვდინებელი სპეციალური ოპერაციების ძალა კაცობრიობის ისტორიაში.
კარგი, თუ აქამდე მოხვედი, დააჭირე ლაიქს და გამოიწერე არხი, რადგან ეს ნამდვილად ეხმარება არხს ალგორითმთან ბრძოლაში ასეთი ისტორიებით. დატოვე კომენტარი და გვაცნობე, რომელი ოპერაციის ან დანაყოფის შესახებ გინდა შემდეგი ვიდეო და შემდეგშიც შევხვდებით.